31 მაისი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. Ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ინიციატივით პროექტ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება ფარგლებში ღონისძიება მოეწყო. დემოკრატ მესხთა კავშირთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის ბავშვებმა დღეს თამბაქოს უარყოფით თვისებებსა და მისი მავნებლობის შესახებ ისაუბრეს. შემდეგ კი ახალციხის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს და მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, სადაც თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონიდან ამნარიდი იყო გადმოტანილი. თამბაქოს ბრძოლის საერთაშორისო დღე 1987 წლიდან აღენიშნება. თამბაქოს ბრძოლის საერთაშორისო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაცია თამბაქოს მავნებლობაზე, მის უარყოფით თვისებებზე. ასევე გავედით პარკში და დავარიგეთ საინფორმაციო ბუკლეტები. დემოკრატ მესხთა კავშირის ბავშვებმა მე და ერთ გოგომ გადავწყვიტეთ, რომ გავკეთებინა პრეზენტაცია თამბაქოს შესახებ და გავაკეთეთ პრეზენტაცია. ჩემი აზრით, ყველა უნდა იცოდეს თვითონ რა არის თამბაქო და როგორ მავნებელია ორგანიზმისთვის და ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა ქონდეს ადამიანს. და დავარიგებთ ბუკლეტებს, რომ ხალხს გავაცნოთ დღეს რა დღეა. უკვე დავარიგეთ რამოდენიმე, დაგვრჩა ცოტაოდენი და ვაპირებთ კიდე ხალხს რომ გავაცნოთ, რომ დღეს რა დღეა, რომ იცოდე.